ევაზ ელიზბარაშვილი გამოძიების პერიოდს ციხეში გაატარებს. გორში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს პროცესზე ადვოკატი არ ყოლია. გამოძიების თანახმად ელიზბარაშვილი ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, რა დროსაც ქვეითად მიმავალ დედაშვილს შეეჯახა. ევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთ ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მას ბრალი აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეცხრე ნაწილით აღნიშნული სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით. ბრალდების ხარი უთხოვდა პატიმრობას და მოთხოვნილი აღკვეთ ღონისძიება პატიმრობა დაკმაყოფილდა. პროკურატურამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ელიზბარაშვილი საგზაო მოძრაობის წესებს მუდმივად არღვევდა, მათ შორის მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარითაც. ამის გამო მის სახელზე 225 ვიდეო ჯარიმა ფიქსირდება. მთლიანობაში მას ჰქონდა ჯარიმების დაახლოებით 200 ჯარიმაზე მეტი ჰქონდა მას მთლიანობაში. ამავე დროს აღნიშნული ჯარიმებიდან იყო ჯარიმების სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ავტომანქანაში ორი არასრულწლოვანი ძიჯდა. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეჯახების დროს მანქანაში იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ორი პირი, რომლებაც შემთხვევის ადგილი დატოვეს. მოკლული დედაშვილის ოჯახის წევრები ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას და დამნაშავის უფრო მკაცრი მუხლით გასამართლებას მოითხოვენ. ასევე კატეგორიულად მოითხოვენ მანქანაში მყოფი სხვა პირების პასუხისმგებაში მიცემასაც ადამიანის განსაცდელში მიტოვების მუხლით. მათივე ცნობით ბრალდებული ელიზბარაშვილი პოლიციელის სემის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. განზრახ მოკლა ორი უდანაშაულო ადამიანი და ეს არ არის მხოლოდ საგზაო წესების დარღვევა. ვითხოვთ იმასაც, რომ გამოიკვლიოს, რომ 225 ჯარიმა რო ქონდა პირს გამოწერილი, როგორ მოხდა ასეთი ადამიანის არ ჩამოართვეს მართვის მოწმობა. აი საინტერესოა ვინ ფარველობდა პოლიციაში მას, რომელი მაღალჩინოსანი, რომ ესე თავადწყობილი დადიოდა. რესტორანში უცემია პოლიციელი თავში ურტყია იმდენი, ეხლა მზია ამაღლობელი ციხეში ჩასვეს და პოლიციაში თავში ურტყა და ჩაულებრივ გადარჩა, როგორ ეს დაუსჯელობა იყო ეს ყველაფერი, შედეგი მივიდა აქამდე, დაუსჯელობა იყო, ყველა მიზეზი იმისა დღეს რაც გააკეთა მან. თვითმხელებმა თქვეს, რომ მისი დეიდაშვილები ისხდნენ მანქანაში, რომლებიც გაიყვანა სამშვიდობოს, გაიქცნენ ფაქტიურად, გადმოხტნენ და ყველა ხედავდა, რომ გარბოდნენ. მართა 3 წლის იყო, ის ავარიიდან მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მისი დედა ანი ბერიანიძე კი ადგილზე დაიღუპა. ჩემი მართა ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში აჩერებდნენ და რა ლამაზი ხარ მართა, ორეუბნეოდნენ. ლამაზი კი არა ვარ, ულამაზესი ვარო და აი ეს ულამაზესი ბავშვი ისეთი დაჩენჩხილი არის, რომ სისხლი ვერ გაუჩერეთ. სამჯერ გამოუცვალეთ, კაბას ვერ ვაცმეთ, ვერც დედას და ვერც შვილს და სიკვდილიც არის და სიკვდილიც ხალხო, საკუთარი ბავშვი ფეხებზე მოეხვია, თურმე ისე მოკვდა. სიკვდილიც დედის, დედა საკუთარი შვილის სიკვდილია ნახას, მართაო, მარტო ეგ დაიძახა თურმე, მართაო. მესამე დღეა შემთხვევის ადგილას ადამიანები ყვავილებითა და ბავშვის სათამაშოებით მიდიან. დიდისა და პატარა გოგონას ხსოვნას პატივს მიაგებენ და მათთვის ანთებულ სანთლებთან წუთიერი დუმილით ჩერდებიან. ადგილი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ბევრ კითხვას აჩენს. სწორედ ამ ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდნენ დედაშვილი, როცა მათ მანქანა შეეჯახა. თუმცა შესაბამისი მონიშნვის კვალი თითქმის წაშლილია. ადგილობრივები გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე და სამართალდამცველთა მხრიდან უპასუხისმგებლობაზე მიუთითებენ. წაშლილია რეალურად ზებრა გადასასვლელი, ხო? უკვე ჩნდება საზოგადოებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დაიხაზოს, განათდეს, არის იდეა იმის შესახებაც, რომ იყოს ამაღლებული ზებრა გადასასვლელები, იმიტომ რომ მანქანებმა შეანელონ სვლა და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? ერთი დღე იყო რაღაცა ჯგუფს, საზოგადოების რაღაცა ნაწილს იმისთვის, რომ მდუმარედ ყოფილიყო ეს ქალაქი. გუშინ უკვე გვესმოდა და ამის შესახებ პოსტიც დავწერე, ძრავები ისევ აღმოილეს, ისევ დაიწყეს რბოლა, ისევ დაიწყეს ეს დრიფტი ეგრეთ წოდებული, ხო და სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გააძლიერონ რა მუშაობა აი ამ მიმართულებით. გული მეწვის და მთელი ქალაქი გლოვობს ანისა და თავის პატარა გოგოს. სირცხვილია, კაროჩე, რომ ქალაქში ესეთი რამე ხდება. 225 დანაშაული რო აქვს კაც ჩადენილი. იმას რა პრავა უნდა ქონდეს, არ ვიცი, რავი, ეს ეთყობა ფულით ისაზღვრება ეს ყველაფერი. მეტი არაფრით. ოჯახში სამძიმარზე მისულთა ნაკადი არ წყდება. ხვალ მოკლულ დედაშვილს გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება. ზეკი დაკრძალავენ. დაკავებულ მძღოლს წარდგენილი ბრალით 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.